წარმოიდგინე, მიდიხარ ექიმთან და გეუბნება. ამ ოპერაციის შემდეგ პაციენტების 90% ცოცხლობს. კარგად ჟღერს ხომ ესე? ახლა წარმოიდგინე, რომ იგივე ექიმი გეუბნება. ამ ოპერაციის შემდეგ პაციენტების 10% იღუპება. დიდი ალბათობით შიში აგიტანს და ნერვიულობას დაიწყება. სინამდვილეში ეს ორი წინადადება ზუსტად ერთსა და იმავე სახელს. ხოლო განსხვავებული სიტყვები. ზუსტად ამას ეძახიან ჩარჩოს ეფექტს. ზოგ ჩვენი გადაწყვეტილება იცვლება იმის მიხედვით, თუ როგორაა ინფორმაცია გადმოცემული. ეს ექსპერიმენტი 1991 წელს ჩაატარეს ცნობილმა ფსიქოლოგებმა, ამოს ტვერსკიმ და დენიელ კანემანმა. მათ სურდათ გაიგოთ, თუ როგორ გავლენას ახდენს სიტყვების ფორმულირება ადამიანის არჩევანზე. განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე სიცოცხლის ან სიკვდილს ეხება. ექსპერიმენტის მონაწილეებს წარუდგინეს ერთი და იგივე სცენარი. ქვეყანაში გავრცელდა საშიში დაავადება, რომელმაც შეეძლო 600 ადამიანი მოკლას. მათ შესთავაზეს ორი შეეძლო სამოქმედო გეგმა, მაგრამ ეს გეგმები სხვადასხვანაირად იყო აღწერილი. პირველ ჯგუფს უთხრეს, პროგრამა A გადაარჩეს 200 ადამიანს, ხოლო პროგრამა B-ის მიხედვით არსებობს 1/13 შანსი, რომ ყველა გადარჩეს და 2/13 შანსი, რომ ყველა დაიღუპოს. შენი აზრით, როგორ გადაწყვეტილება მიიღო ხალხმა? უმეტესობამ აირჩია პროგრამა A, რადგან მათ ის ვარიანტი მოეწონათ, რომელიც უფრო პოზიტიურად ჟღერდა. გადარჩება 200 ადამიანი. მეორე ჯგუფსაც იგივე სცენარი წარუდგინეს, ოღონდ სხვანაირად ჩამოყალიბებული. პროგრამა A-ში 400 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო პროგრამა B-ში არის 1/13 შანსი, რომ არავინ მოკვდეს და 2/13 შანსი, რომ ყველა მოკვდეს. და აი აქ ხალხმა უკვე პროგრამა B აირჩია. მიუხედავად იმისა, რომ პროგრამა A-ც იმავე შედეგს იძლეოდა. ტვერსკისა და კანემანის დასკვნა მარტივი, მაგრამ შოკის მომგვრელი იყო. ადამიანები არ დიდებთ გადაწყვეტილებებს რაციონალურად. ჩვენ უფრო ემოციებით ხელმძღვანელობთ და იმით, თუ როგორ მოგვაწყვეტეს გარკვეული ინფორმაცია. და რაც ყველაზე საინტერესოა, ეს ეფექტი დღეს ყველგან გვხვდება. რეკლამებში, პოლიტიკაში, მედიცინაში და ყოველდღიურ დიალოგებშიც კი. როცა გეუბნებიან, რომ 90% წარმატების შანსი გაქვს. უფრო იმედით ივსები, მაგრამ თუ გეტყვიან, რომ 10% ალბათობით გამოსვლაში ჩაიჭრები, უცებ შიში გიპყრობს. რეალურად ერთ და იგივე აზრია, უბრალოდ სხვადასხვანაირად არის გადმოცემული. აბა დაფიქრდი, რამდენჯერ ყოფილ ხარ მსგავს სიტუაციაში და იქნებ ეცადო, რომელიც მომავალში არჩევანის გაკეთება მოგიწევს, უარი მოიქცე ჩარჩოში და რეალურად დაინახო რა არჩევანია შენს წინაშე, ანუ ჩარჩოს მიემა. და ისე შენ რომელი იოგურტი გირჩევნია, 20% ცხიმით თუ 80% ცხიმის გარეშე. დამიწერე კომენტარებში.